კომისიაზე რეალური ხალხი მიდიც, რომლებიც თავიანთ პრობლემებზე ყვებიან, თავიანთ გადახდენილ ამბებს ყვებიან. სად არის პროკურორი, პოლიციელი, რომელიც შემოვიდა იძალა და რატო ერთი მათ შორის დასჯილი? დღეს-დღე კი ხვდებიან ადამიანები, ვისაც რაღაცით ის ხელისუფლება რაღაცით პირადად შეეხება. თემა არის. თემა რა გაქვს? თემა რას მეკითხები? დღემდე ნაციონალური მოძრაობა ასრულებს თუ არა საფრთხობელას როლს. ამ არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ ჩვენზე მეტი ხმა აიღო მელია გვარამია. ანუ შენ გჯერა? მელია გვარამია. ანუ შენ აბა გიღიარები არჩევნების შედეგი. მელია გვარამია სასარგებლოდ გააყალბა აუცილებლად. წარმოიდგინეთ 600,000 კაცი უჭერს მიშას მხარს. ამბობთ, რომ ქვეყნისთვის თავი გადადო, ჩამოვიდა, დაიჭირეს და ამ 600,000 კაცი და 50,000 კაცი არ გამოს ქუჩაში. მიშას იდეოლოგიური მხარდაჭერი უყარ ყოფილა. უბრალოდ გვარამიას და მელიას ფული რო ქონდა და ხელფასი გადაუხადა თქვენს აქტივისტებს. მიშა დაიკიდეს ფეხებზე და წავიდნენ სხვა პარტიაში. აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ბეღელი ახლა ივანიშვილის. აიღო და 200,000 ხმა, როგორც მოუდა წაიღო. წარმოიდგინეთ, რას უნდა ვიღებთ, რომ პარლამენტში დააკლდება ხმები ნაციონალური მოძრაობისგან. წაიღებს ბიძინა, არჩევნებზე დააკლდება ნაციონალურ მოძრაობას წაართვეს 200,000 ხმას. ანუ მარტო საფრთხობელა კი არა, გამოდის რომ ბეღელი ხართ მათთვის. შეიძლება გიპასუხო. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის თავზეც ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებებზე საუბრობს და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსაძიებლად ქმნის პარლამენტში საგამოძიებო კომისიას. 12 წლის მერეც ქართული ოცნება ახერხებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ხარჯზე დაიწეროს ქულები და უკვე 12 წელია ნაციონალური მოძრაობა წარმატებით ასრულებს ქართული ოცნებისთვის მთავარი საფრთხობელას როლს. როგორ მოხდა, რომ ეს პარტია ამდენი ხანია ამ როლიდან ვერ გამოვიდა? ამ და სხვა კითხვებით მიმართეთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს. მოგესალმებით ლევან, მადლობა გადაცემაში მონაწილეობაში, მაგრამ პრინციპში ჩვენ ვართ ახლა აღმოჩნდა შენთან სტუმრად სტუდიაში. ხო, ახლა გავიგე ამ გადაცემისთვის, რომ გითანხმებდი ინტერვიუს, რომ რაღაც ჩვენი სტუდია გქონია, ფაქტობრივად ჩვენს პროფესიაში გადმოსულ ხარ, ასე ვთქვათ. პოდკასტი მაქვს. პოდკასტი მაქვს მედიასთან რაღაცა ისე სტატიკურად ჯდომა და რაღაც ჩემი აზრით უკვე საზოგადოებას ხალხს ბევრს მობეზრებული აქვს და განსაკუთრებით YouTube-ზე არის ესეთი ხალხი, რომელსაც ესეთი სატელევიზიო სივრცე დიდად არ აინტერესებს და ამიტომ რაღაცნაირად ამ სივრცეში შემოვიჭერეთ რა პოდკასტებსაც თავისუფალი საუბარი გვაქვს ჩვენს მოღვაწეებს. ხო, ძირითადად. გადასარევი და აგერ ახლა სტუდიაში რაღაც ის ქონია თოჯინები როგორც და ვინ არის ხალხი? იდეაში ანუ ბიძინას თოჯინები არიან, ბიძინა არის, უკან მის დეიდაშვილია, წულუკიანი, ჩხარტიშვილი, კალაძე, ფაკაძე, კობახიძე. ხო, საწვავით. ანუ თემიდან გამომდინარე, როცა ვაკეთებ მაგალითად საწვავის ფასს, მაგალითად სოსო ფაკაძე, ხო? მაგალითად უჩა მამაცაშვილზე ელექტროენერგიასთან დაკავშირებით ქონდა გადაცემა, კალაძე კორუფცია, აგერ ჩხარტიშვილი პორტები და იქით რუხაძეა, რიჟვაძე უკვე აღარ ვარ გაისათამაშო, იმიტომ რომ გადააგდეს რიჟვაძე და ეგეც ვადა გასული. ეგ შეცვლა გადააგდო. ფული მაგ გადახტილი და კიდე კაი გრიგოლი ლუაშვილი არ გავაკეთებ. ხო, და ის არის კობახიძე და ყალაშვილი. ხო, ის გურიაში რო იყო, ხო, ის სტიქიას რო ებრძოდნენ, ეს ფოტოა რა, ხო, ეს ჩამოსწრებული იყვნენ და ის მაღალი IQ-ით რო გამოირჩევა, ისიც აქ იმას დატანილი. აჰა, გადასარევი. ეს წულუკიანია. ნაცებისთვის არ გაქვს? ნაცების ისენი, ნაცები ახლა რა ვიცი 14 წელია ესენი არიან ხელისუფლებაში, ამიტომ ბიძინას თოჯინები არიან აქ. გასაგებია, მაგრამ მაინც რო უკმინო ნაცებს არ შეიძლება, ხო? არა, გადაცემა ნაცებზე გვექნება. ბევრი კბენა მოგვიწევს. აი, ეს წულუკიანის თოჯინა იდგას აქ და ახლა წულუკიანი გასამართლებთ. ხო, 12 წლის თავზე, ხო, ესე გამოვიდა. და მოდი ამ თემით დავიწყოთ მაშინ. შენ დაგიბარეს კომისიაზე თუ არა? მე რანაირად დამიბარებ. ხო, პრინციპში შენ იმ დროს არ იყავ. არა. იმ დროს არ იყავ, მაგრამ ნუ შენ ლიდერები მიშას ასამართლებენ და ასე შემდეგ. ნუ პრინციპში არც მალავე, ხო, ისიც არის რომ მე ნაციონალური მოძრაობა აგზავნა, მაგრამ მე აქამდე მივართ, მინდა კითხო თვითონ ამ კომისიის შესახებ. ახლა ერთი არის ის თემა, რისთვის სჭირდებათ ეს კომისია, ანუ 12 წლის მერე რო იძიებენ, გასაგებია, ხო, ახლა აქამდე თუ რამე იყო გამოსაძიებელი, აქამდე გამოეძიებიათ. მაგრამ მეორეა, რომ იმ კომისიაზე რეალური ხალხი მიდიც, რომლებიც თავიანთ პრობლემებზე ყვებიან, თავიანთ გადახდენილ ამბებს ყვებიან და ყვებიან იმ რეპრესიებს, რომლებიც ნაცების დროს გაიარეს. ანუ ეს ხო ყველაფერი მე მესმის რომ ნაციონალურ მოძრაობას ამბობს რომ რაღაც პროპაგანდის შედეგია სიძულვილი და ასე შემდეგ, მაგრამ ის პროპაგანდა აი ამ რეალურ ამბებზე დგას, ხო, საბოლოო ჯამში.
პასუხი გინდა ხო ჩემგან მე სხვადასხვა პოდკასტში მქონდა ამას დაკავშირებით პასუხი და დაათრევს პოსტები ამ ვიდეოს და მინდა თქვენი ეთერითაც ვისარგებლო და ძალიან მარტივი შეკითხვა დაგისვა რა ლეგიტიმური კითხვა გაქვს მაგალითად რომ კონკრეტული ადამიანებს ხედან და ყვებიან პრობლემების შესახებ ხო რომ ვიღაცა მოვიდა რაღაცნაირად ან უკანონობა ჩაიდინა წამართვა მაიძულა მე ეს პროკურატურამ გააკეთა მე სასამართლომ აღასრულა ლეგიტიმური შეკითხვა მაქვს რა მერაბ ამ ხნის განმავლობაში გინახავს ერთი პროკურორი, აი ადამიანები, რომლებიც ხედან პირდაპირ და ყვებიან კონკრეტულ პრობლემას. ვიღაცამ ხომ დააძალა, მოვიდნენ ჩემთან სახლში, ვინ მოვიდა? მერე შემდეგ მოხდა ამის გადაფორმა, ვინ გადააფორმა? პროკურორმა აღძრა საქმე ტყუილა და შეთითხნა. სად არის ეს პროკურორი? მერე მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება. სად არის ეს მოსამართლე? ანუ მარტივი შეკითხვაა და ეს უნდა დაუსვათ ყველა დაწინაურებული კი არა კი ბატონოს იქით აბა მოიცა სხვას რაზე ვლაპარაკობთ რომ ნაციონალური მოძრაობის თანამდებობის პირი მითხარი ვიზეც სისხლის სამართლის საქმე არ აღძრას ოღონდ ამ ძალად ეხა რაზეც ლაპარაკობ ამაზე არა აი მიშას ხო 1000 რაღაცას აბრალებენ მაგრამ საქმე აღუძრეს რომ ის რა ქვია პიჯაკები ვასლავ ჰაველის გვირგვინი თემა ეს არის ხო რა ვიცი რატო არ აღუძრეს ბიზნესის გადაფორმა ერთი საქმე არის ეგეთი რომ ბიზნესის პირობითად რაღაცას უყურებიან იმას კი არა რომ პრობლემა არ იყო მე იყო ოღონდ კითხულობ მარტივ ჭეშმარიტებას 13 წლის თავზე მათ ჩვენეთ ერთი პროკურორი, აი მიუმართავ ხა ქართული ოცნების ამორჩეულს, რომელიც უყურებს მაგალითად ამას და შეშფოთებულია, ხო ხა ადამიანები ისეთ ისტორიებს ყვებიან, რიგ შემთხვევაში მე მგონია რომ ვიღაცები სიმართლეს ყვებიან, ვიღაცები მგონია რომ ხაინდრავას დაწერილ სცენარით ლაპარაკობენ, მართლა ეგრე მგონია, მაგრამ ვიღაცა ყვება სიმართლეს. მაგრამ ეს საქმეები ჩვენ ჟურნალისტებს, ვინც მაშინაც ვიყავით დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ჩვენც როცა თქვენი ხარ მაგალითად სწორი ხარ მოყვები. მე რამეზე გადაცემა მაქვს მეც გაკეთე. მოგიყვები ჟურნალისტებს ფილმები აქვთ გაკეთებული. სად არიან ეს ხო მომისმენ. ამიტომ ეს ამბები რაც ახლა სიყვებიან, ძირითადად არის რეალური. ანუ ძალიან არანორმალურ ამბებს კითხულობ მართლა. არის რეალური ლეგიტიმური კითხვა. მომისმენ, ქალბატონი ყვებოდა რომ პოლიცია შემოვიდა ჩემთან სახლში. სად არის ის პოლიციელი რომელიც უკანონობას ასრულებდა? აჭარაში დანიშნეს ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელად თუ რაღაც. ავტონომიური, ანუ სად არის პოლიციელი? კაცი რომელსაც ჩადებას აბრალებდნენ. დღეს პოლიციის უფროსად დანიშნეს? ანუ მოიცა კაცო. მარტივი შეკითხვა მაქვს რა ეხლა რომ ამბობენ რომ აი ხაბეიშვილმა როგორ თქვა ეს? მოიცა ჩემ გასამართლებას იტყვა. არა, იგი ეხლა რასაც შენთან ვლაპარაკობ. თქვი ეგეთი რამე. ოღონდ ბიზნესზე ვლაპარაკობდი რა. ბიზნესები ხო ყვებიან რომ ვიღაცამ წამართვა პროკურორმა მოსამართლემ. პროკურორი და მოსამართლე. კაცო მე ლევან ხაბეიშვილთან პრეტენზია იქ რო დაჯექი და ყბები. წულუკიანი და ხალხი იუსტიციის მინისტრი იყო 12 წელი რა. და მოიცა პასუხი იმას მოთხოვე. 12 წელს მე რო კიდე ზიხარ და მაგ შოუში მონაწილეობას იღებ. სადაც თან ქართულ სამხედროებს ასამართლებენ და გენერლებს აკაჩავებს წულუკიანი და მე მიდიხარ და ყვები კიდე პრობლემებზე. წულუკიას კითხე, რატო არ გამოიძიეთ ძმაო ეს საქმე? პროკურორი რომელმაც მე წამართვა ქონება ის პროკურორი სად რატო არ და მოსამართლე გირგვლიანის თემაა ვიღაცა კომენტარებში წერდა რა და მინდა რომ ეს ყველაფერს პასუხი უნდა გაიცეს გირგვლიანის მოსამართლე სად არის მურუსიძე დღეს დაწინაურებული არ არის მოიცა რაზე ვლაპარაკობთ ეხა ერთი მოსამართლე ხო ვლაპარაკობთ რომ აი ადეიშვილი ურეკავდა მოსამართლებს ხო იყო ეგ ეხა კოცი რომ დასვა კობახიძე გეტყვის ადეიშვილი ურეკავდა მოსამართლებს ადეიშვილმა რომ მოსამართლეს დაურეკა ერთი მოსამართლე ვისაც დაურეკა სად არის დასჯილი ერთი ანუ მოიცა კაცო ლეგიტიმური შეკითხვები არ კონდეს ამაზე პასუხი რატო წაიღო მოეწოდა შედი პოსტები ნახე რაქნა უყურე მან ნახე რა პრობლემა აქვს ხო სხვათა შორის გაეპარათ რომ ბოლომდე რომელიღაცა საიტემა ჩაჭრეს ანუ სადაც ჩაჭრეს იმიტომ რომ იქ რასაც ახლა შენ გესაუბრები სინამდვილეში იმას საუბრობ ოღონდ კონტექსტიდან უნდა ამოღება პოსტები ვერ ამოჭრა იქ რასაც ვლაპარაკობ ბოლომდე გაუშვა ხმა ამოჭრეს თემა რა იყო თურმე მე როგორ დავცინი გაუბედურებულ ადამიანებს არა სადაც ეხლა რასაც შეთავს ვსაუბრობ ზუსტად იგივეს ვლაპარაკობ რა კომისიაზე სადაც ადამიანები ყვებიან პრობლემების შესახებ ხა დამიტოვეთ უფლება რომ ვიღაცაზე ვიფიქრო რომ ხაინდრავას დარიგებულს ლაპარაკობს თუმცა თქო იქაც ზუსტად იგივეს ვლაპარაკობ მინდა რომ დაუჯერო ადამიანებს და ვიჭედები სად არის პროკურორი, პოლიციელი რომელიც შემოვიდა იძალა და რატო ერთი მათ შორის დასჯილი. ერთი პროკურორი გამოიყვანონ და თქვან, რომ აი ამან შეთითხნა ქონება ბიზნეს წართო მოსამართლე. აი ადეიშვილი რომ ჭყალებში ხო, ესე ხო ამ მე ხوار ლაპარაკობ ადეიშვილი ურეკავდა მოსამართლებს. ან მაგალითად ღამის 12 საათზე 2 საათზე იღებდნენ განწყობილებას. მოსამართლები ერთი
ერთი თუ იქნება ესეთი, რა ვიცი, მე მგონი რომ სწორი არგუმენტია რა. ხოცსაც კაცო, რა ვიცი, წადი რაც მოთხოვე რა, ხა 14 წლის თავზე ქვეყანა რომ გააუბედურეს, დაამშიეს, უამრავი უსამართლობა ხდება. ჯერ ჩემთან დაკავშირებით მოიცა რა, სახი გამაძრეს ნახევარი რა. ნახევარი სახი გამაძრეს, თვალიდან ვერ ვიყურებოდი, თავზე პრობლემა მაქვს დღესაც და დამიმახინჯეს მაო ცხოვრება, ჩემს ახლობლებს, აბა ჩემ გუშინო წულუკიანი შვილებიო რო იძას შვილი ყავს თუნდაც მცირეწლოვანი. კაი კაცო, რას მელაპარაკე? მე ჩემ მცირეწლოვან შვილებს არასრულწლოვანს ტელევიზორში არ აყურებინეს 27 წუთი როგორ სპეცნაზი მცემდა? მოიცა ეს ნორმალურია? რაზე ვლაპარაკობთ კაცო? ნაწამები ადამიანები, დასახიჩრებული ადამიანები ქუჩაში პირდაპირ ტელეკამერების წიროთ ცემდნენ, მოიცა ეგ ანუ მაგაზე კითხვა არ უნდა ქონდეს? გავიგე იქ 14 იმიტომ შეიცვალა ის ხელისუფლება კითხვები რო იყოს მაო და 14 წლის თავზე შენ რო გამოდიხარ კიდე და შოუში მონაწილეობას იღებ მიდი და წულუკიას და სოზარს კითხე რა სოზარი ნახე როგორ გაიქცა პოლიციელზე რო იკითხებიან ერთ-ერთ იმაში უყურე რა სოზარი ამბობდა რომ ესო ჩამდებიაო ნაციონალურ მოძრაობის დროს და დღეს პოლიციის ქალაქის უფროსი გახდა რა მე რა ბეხა წარმოუდგენელი რამეა მართლა წესიერი ხალხი ანუ გადმოიბარეს ამაზე ხო ჩვენც ბევრს ვაუბრობთ ყველანი და გეთანხმები ამაში რომ ფაქტობრივად სისტემა რომელიც ნაცემა შექმნეს გადმოიბარეს და იმ სისტემის მონაწილე ყველა მოსამართლე პროკურორი პოლიციელები დააწინაურეს და ეხა ამ ხალხზე დგას დღესაც ეს რეჟიმი საბოლოო ჯამში მაგრამ ამას ყველაფერში მართალი ხარ და ეს პრეტენზია კულებრია ჩვენც გვაქვს მასთან მაგრამ ეს ხო ვერ ცვლის იმას რომ ნაციონალურ მოძრაობის რაც მოხდა ეს ამბები მოიცა რა გინდა აი მართლა ანუ რა გინდა უნდა დახვრეტა უნდა მოხდეს ეს აუ ვერ გავიგე ხა პრეზიდენტი ციხეში ყავთ გამოწვეული შინაგან საქმეთა მინისტრი გაასავა თავდაცვის მინისტრი ყველა მინისტრი მოიცა მართლა ერთი კაცი მითხარ ეგ რა გინდათ რომ არ ოდესმე არ გინდა ნახე რუსული პროპაგანდა რა არის უბედურება რა არის 13 წლის თავზე ვხედავთ უამრავი პრობლემა გვაქვს. აი აღდგომა მოდის, ხალხი როგორც ჩავიდეს, ანუ მამის, ბების, ბაბუის საფლავზე, იმიტომ რომ საწვავი ძვირია, იმიტომ რომ პასკა 100 ლარი ღირს, ანუ უამრავი პრობლემა აქვს და ჩვენ ვსაუბრობთ რაზე. ქვეყანა გაარუსეს. ნაციონალური მოძრაობის დროს რო ხდებოდა და შევარდნაძის დროს გაგიხედია რა ხდებოდა? შევარდნაძის დროს სტატისტიკა არ არსებობდა, ადამიანი რომ მოკვდებოდა, სტატისტიკა არ არსებობდა. ვერც დაითვლედი მე რა. ისი აქრობდნენ ადამიანს, ვერ დაითვლედი, ხო? ხო, კარგი რა, ხო. ხარამეს თქმა მინდა. ანუ რადგან ეს ამბები ხდებოდა ნაციონალურ მოძრაობის დროს და მაშინაც არ უარყოფდა ხარ რთული ამის უარყოფა მე დღემდეც კი მხვდებიან ხალხი ქუჩაში მაგალითად ვიღაცა რომ შემხვდება და აღმოვაჩენ რომ ამ ხელისუფლების ხარდამჭერია მე ვეკითხები რა მიზეზით უჭერს მხარს და უმეტესობა მიზეზი რასაც ასახელებს არის ნაციონალური მოძრაობა ეხლა მე სოციალურ კვლევარით რომ მეტყვი მაგრამ ჩემს უგმენ შეხვედრია უბანში ძაღლს ვასეირნებ რაღაცა მიცნობენ სახეზე გამონაპარაკებიან რაღაც პოლიტიკას რომ ლაპარაკებიან ყველა იწყებს ამითი საუბარს რომ აი მაგალითად ორი ქალბატონი შეხვდა არჩევნების წინ და გამომელაპარაკდნენ რაღაც პოლიტიკაზე და მეთქი თქვენ ვის უჭერთ მხარს არჩევნები ჯერ არ იყო ჩვენ ქართულოსების კოორდინატორები ვართ ეს ამაყად მომახსენეს და მეთქი რატო აი რა მოგწოთ ქართულოსებაში და არა არ გეუბნება რა მოსწოს ქართულოსებაში ერთი მიყვება აი ჩემი ქმარი დაიჭერეს ნაცემმა და ამიტომ არ მოუშვებ მაგათ მეორე მიყვება რომ ჩემ შვილს რაღაცა ქონება ჩამოართვეს ანუ დღეს კი ხვდებიან ადამიანები ვისაც რაღაცით ის ხელისუფლება რომელშიც ჩვენ არ იყავ მაგრამ ეხლა წარმოადგენენ ამ პარტიას რაღაცით პირადად შეეხო ანუ ძალიან ბევრ ადამიანს აღმოჩნდა ამ 9 წელს მეც არ ველოდები მეც კი როდესაც დავასრულე მეც კი როდესაც ნაციონალურ მოძრაობის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი და სულ ვაკრიტიკებდი მეც კი ვერ წარმოვიდგენდი თუ ამდენ ადამიანს პირადად შეეხო ის ტყუილია აი ხარ ლაპარაკობ ტყუილია რატოა ტყუილი კაცო მე თუ მას გეტყვი ჩემ პირად გამოცდილებას 12 წლის თავზე რასაც გიყვებიან აი ვიღაცები როცა ხდება ხალხი ანუ იმას კი არ მომნება რომ ომი იქნება და ამის გამოვაძლო ხმას ან რაღაცა მშვიდობა ყველა უმეტესობა 80% ხდება ასახელებს თავის პირად ამბებს ტყუილია გეტყვი ხარ რა გავიგე ხო შეიძლება გიპასუხო რა აი ასახელებენ რაღაცა პირად ამბებს ძალიან მარტივი შეკითხვა მაქვს რა მართალია ეს ადამიანი რომ მოიქცენ ცუდად მოიცა დღეს რო 18-19 წლის ბავშვები ციხეში ჩაყარეს უსამართლოდ ამაზე რეაგირება რატომ არ აქვს მარტივი შეკითხვა მაქვს რა ლაპარაკობთ მოიცა რა პრობლემა არა მოიცა მე რა სხვადასხვა რამეზე ლაპარაკობთ საუბრობთ რაზე ადამიანი რომელიც ამ პირობებში ქართული ოცნების ხარდამჭერია ჯერ კიდევ მე მგონია რომ მას ჭუბლის ძარღვი არ აქვს აი დღეს უკვე გულწრფელად გეუბნები ეგეთი ადამიანი ყველაფერს მოიფიქრებს რომ თავი გაიმართლოს მარტივ რამეს ვამბობ გირგულიათთან დაკავშირებით ხო ქონდა შეკითხვები ნორმალურია ლეგიტიმური აბარა უნდა ქონოდა მოიცა მაჩალიკაშვილი რომ მძინარე ჩაცხრილეს დღემდე პასუხი გვაქვს მძინარე სახში რო შეუვარდნენ 17 წლის მოზარდს და ჩაცხრილეს მითხარით პასუხი გაქვთ თუ არ გაქვთ და თუ როცა გირგულიანი მოკლეს და აღშფოთდი სწორად
მაჩალიკაშვილი რა, ბავშვი მძინარე სახში არ შეუვარდნენ და ამაზე კითხვა არ გაქვს. როგორ ამბობენ, რომ რაღაცა კითხვები ქონდა იქ რაღაცა. კითხვა იმასთან. არა, მარტივ რამეს არა, ხო და მომისმინე. ეს ადამიანები, ვისაც პირადად შეეხო, მივხვდი, ეხა ისინი ზოგმა გადალახა, მე ვიცნობ მაგალითად ჩემს კოლეგას, ეხა სახელაგვარს არ დავასახელებ, მე როსო ამბობ ჩემს უგლიმეთ მარტო ქუჩაში კი არ ხვდებია. კოლეგები ვყავს სამ თანამშრომლები სამსახურში, ვის ქმარი დაიჭირეთ, ნაცებმა ვიღაცა მამა დაუჭირეთ და ასე შემდეგ. ამიტომ ამბობ, რომ აი ყველა ნაბიჯი ხდება ადამიანები, ვისაც აი, მაშინ მომიყვება მამა ვის დაუჭირეთ. არა, ესე რომ ლაპარაკობ, მითხარი კონკრეტული ფაქტი. არა, არ არის ეგრე რა. ეხლა რასაც ლაპარაკობ, მითხარი, აი რაზე დაუჭირეს. მართლა მაინტერესებს რა. საქმე კი არ შემისწავლია მათი კონკრეტულად რა. არა, უნდა აბა მაშინ რაზე მოლაპარაკო. არა. მე რა არ არის ნორმალური. მაგალითად, ქმარი დაუჭირეთ. არ არის ნორმალური. მაგრამ მე რაც გიყვება. სხვა რამეს არა, პასუხს გაგცემ და გააგზელე. ეხლა რო ყვები რაღაცეებს და რო გინდა რომ მე მაყურებელმა ეს მიიღოს, რომ აუ ეხლა ნაცები რო აკეთებდნენ. ეხლა იძახ რომ დაიჭირეს. ხო. პროკურორმა საქმე ხო შეკერა. ხო. მოსამართლემ ხო გააკეთა. სად არის ენეგერი? მაგაში გეთახმებით. აბა ვერ გავიგე, მოიცა, აბა ჩემთან რას მემართლებით 3 წლის თავზე, კაცო? 3 წლის თავზე. მივალ ეხლა რაზეც გიყვები ამბავ, მაგრამ რატომ მოგიყვები ისე ჩემი კოლეგების ამბავი? ისინი ჩემი კოლეგები ეხლა არიან პოლიტიკაში ჩართული და ხედავენ ქართულ ოცნება რასაც აკეთებს და მაგალითად იმ ჩემმა კოლეგამ, რომელსაც ქმარი დაუჭირეს, გადალახა ეს. და ნაცების რაღაც ზიზღის და ამის გამო ოცნებას არ აძლევს ხმას. პირიქით ოცნების ოპონენტია დღეს. ანუ მან მოახერხა ეს თავის თავში გადახარშა, ანუ ვიღაცებმა გადალახეს ეს ყველაფერი და დღეს არიან მაგალითად ავიღოთ ლელოში, ანა ნაცვლიშვილი, ხო? მის მამასაც ვიცი რომ რეპრესიები შეეხო ნაცების, მაგრამ მაგალითად ანა ნაცვლიშვილმა გადალახა ეს და იმის გამო რომ ნაცები არ დაბრუნდნენო, ამის გამო ოცნების ხარდაჭერი არ არის ლელოშია და აკრიტიკებს. ანუ ვიღაცებმა გადალახეს. მაგრამ ვიღაცებმა ობივატელებმა, ვინც შეიძლება რაღაც თქვათ ზოგი ბაღში მუშაობს, ზოგი სადღაც მუშაობს და ასე შემდეგ, ან მასწავლებელია, იმ ადამიანებმა ვერ გადალახეს თავიანთი პირადი ტრაგედია. რას მიყვები ახლა ქვეყანა არის ტრაგედია. ქვეყანა რატო არის ახლა ამ მდგომარეობაში? გავიგე ახლა ყველა პარტიის დელეგატ პრობლემა. ვიღაცა ლელოზე იტყვის რომ მე ვახშია ხაზარაძე და წამართვა სახლი და უკმაყოფილო. ეს რას ნიშნავს რომ ქვეყანა ესე უნდა იყოს? მოიცა რაზელა აბა ვერ გავიგე. თემა რა არის? რა გაქვს თემა რა გაქვს? თემა რა გაქვს? აი თემა რას მეკითხე? დღემდე ნაციონალური მოძრაობა ასრულებს თუ არა საფრთხობელას როლს. ამ ხელისუფლებისთვის და ნაციონალური მოძრაობაზე დგას თუ არა ეს რეჟიმი. მარტო რამეს გეტყვი რა. ნაციონალური მოძრაობის როგორც ბუას წარმოჩენას. ანუ თქვენ ხართ თუ არა ამ რეჟიმის როგორ გავართვა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ასე გა. გინდა შენ პირობითად როგორც ფიქრობ ახლა, ხო? როგორც ფიქრობ ახლა როგორი ისიც გაქვს? ფიქრობ გეკითხები. არა, ხო და ნახე რომ ამბობ რომ ბუა მოიცა კაცო საფრთხობელებს ზიამაღლობელისგან ქმნიან რომ მონსტრია და ციხეში ჩააგდეს, რომ ვიღაცას ხელი დაარტყა, რომ მუნდირი შელახა. მოიცა ეგეთი პროპაგანდით რაც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იყო. ცოტა ხანში შეიძლება 2 წლის თავზე მოხვიდე და მითხრა რომ მზიამაღლობელი საფრთხობელა ხო არ არის ამ რეჟიმის. მოიცა როგორ მოიცა კაცო არა მე ეხლა ხედავ ხო და გეკითხები კაცო მე სად არის პროკურორი და მოსამართლე თქო მეტი უკეთესად რანაირად გითხრა კაცო აბა ეხლა პრობლემა რო იყო და ან პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს არჩევნები ჩატარდა და წააგო როცა ამბობენ რომ ხო მეტი პოლიტიკური მომისმინეთ მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა სად არის შენ რამე იცი დახრეთ არის არა კაცო ვინმე ციხეში არის და რომელი კანონით რო აკრძალოს მიტირებენ ახლა მაგასაც არ ვემხრობ რომელი მინისტრი რადგანაც უნდა აკრძალოს მაგას თუ მიემხრობი და უბედურ დღეში იქნება მაშინ აქ პარტიის აკრძალვაზე კი არ არის ხო განსხვავებული პოზიციის აკრძალვაზე ვიღაცა მასე არ გაიგოს იმიტომ რომ რაღაც ნაციონალიზმს ვაკრიტიკებ მე Facebook-ზე შემოდიან ხოლმე თქვენი მომხრები და ახლა ანუ ნაციონალიზმის აკრძალვის მომხრე ხარ არა კანონით არაფერის აკრძალვის მომხრე არა ვარ მაგრამ ფაქტს ხო ვერ გავექცევით რომ 12 წელია თქვენი წარსულ საქმეებს აცოცხლებს, პროპაგანდას აკეთებს თუ რასაც აკეთებს, ფაქტი რჩება ფაქტად რომ 12 წელია წარმატებით ასრულებს ამ საფრთხობელას როლს. აი მომისე სიგიჟებს ვაპარაკობ. კიდე როდის რამდენი ხანი მილიონი პარტია გაია. ამას რა უნდა ეშველოს? მომისმინეთ ეს. ანუ მოდი ასე დავსვათ კითხვა. 12 წლის განმავლობაში რატო ვერ მოახერხეთ რომ საფრთხობელა არის? ძალიან არასერიოზულად. ასე დავსვათ. ძალიან არასერიოზულად ამას ლაპარაკობ მართლა. რატო ლაპარაკობ? აი ძალიან არასერიოზულად. შენ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე? 12 წლის განმავლობაში და მანამდეც რუსული პროპაგანდა როგორ ებრძოდა წინა ხელისუფლებას ზოგ რაღაცა 1000 სიგიჟის მოგონებით მე ადამიანებს რო აჯერებდნენ ნაწილს აბსოლუტურად ტყუილს და როგორ აგრძელებენ ახლა. აგერ მომყავს მაგალითი 18-19 წლის ბიჭზე იმედის TV იმედის სამთავრობო მედია აკეთებს სიუჟეტს როგორ ატრიალებენ სახელმწიფოს და აი ამ მართლა ღიმილის ბიჭებს როგორ ასამართლებენ. ანუ პროპაგანდას უნდა გაყიდოს და შენ გონია შენ არ გჯერა. აბა კითხე ხოცების საურჩევლოს თუ არ ჯერა და წარმატებით არ დააჯეროს ესენი ეს ბავშვები დალეწა რაღაცა გააფუჭა. ერთუთი მათ ქვია რა ხო შეიძლება. ხო ყველას აშავებენ ხო და ნაცები არის. ანუ ნაცი არის მთავარი
გასაშავებელი ხო, ანუ შენ უნდა გესმოდეს რომ მანდ როცა მოიცა არ იქნება ნაცი და ამბობენ რომ მაგალითად ვიღაცა იგივე რა ქვია ხაზარაძესგან ქმნიან პირობითად რაღაცა მონსტრს რომ აი ესე ატყავები და ხავს რა მერე რა ანუ ხაზარაძეს შენ გონია რომ ხო რა ვერ ქმნიან ხაზარაძესგან რა უნდა ვერ ქმნიან რასაბრალებენ მე ვახშიაო იძახი არა უქართულოსობა მე ვახშიო კი არ იძახის ნაციაო ეგეც და ანუ ხო და ნახე ანუ იმასაც ნაცობით აშობ გიორგი გახარიასგან რო უნდათ რომ გააშავონ რასაბრალებენ ეგეც ნაციაო ანუ რა ანუ ნაცი არის მათთვის მთავარი როცა რუსი მაშინ ესე გეტყვი იქნება ესე მაინც აი ესე იქნებ გაიგო როცა რუსი გეძახის რომ ნაცი ხარ და მისთვის ეს არის მიუღებელი მაშინ შენ უნდა იყო კმაყოფილი ამით რომ ნაც გეძახია ანუ გახარებდა გავიდეს თქვას რომ ნაცი ვარო ჯერთი აი ნაციონალი გახარის საერთოდ არ წარმომიდგენია მაგაზე ბიზნეს სათამაშო ოპოზიცია ჩემთვის პირადად ამიტომ გაშავება კი არ უნდა მარტივ რამეს გეტყვი კაც მარტივ რამეს გეტყვი ქართულ ოცნებისთვის ეს არის შესაძლებლობა როცა ნაციონალს ეძახიან გახარიას და რატო იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ წაართვას ხმები ძალიან მარტივ რამეს ანუ ორი ველია ხო აქით გახარი არის მოკოცო ბიძინა ივანიშვილის ეს აბა მოიცაკასო ფარცხალაძესთან ერთად კაცი რომ მუშაობდა და იმას რა ქვია ბიძინა ივანიშვილის პროკურორი რო ყავს ეხა აი ყველა საქმეს რო თითხნიდა მეზურიშვილი გავრულოვის ღამეს თვალები რო დაუთხარა ეგ კაცი რო რანაირად შეიძლება ნაციონალი იყოს წარმოუდგენელია მაგრამ ეს რატო ეძახის ეხა კობახიძე და ქართულ ოცნება ნაც რომ ამ ველზე გადმოვაგდოს რომ ქართულ ოცნების ხმები კი არ წაიღოს ოპოზიცია არაფერი არ მუშაობს რომ დააბრალებ რაღაც ამომრჩევლის კატეგორიაში ეს არის უკვე ისეთი დამღა რომ ხმას არ მოგიწევს არა მოდი მაშინ კიდე გიპასუხებ ჩვენ რო არა ჩვენ რო მე გეტყვი ხარა ჩვენ რო არა ჯერთი ამ ნაციონალებს ძალიან ცუდად აუგად მოიხსენებ რაც მართლა შეურაცხყოფელია რატო იცი მოდივათო აი ნაციონალები არის დამღა საერთოდ აბა იმ ხალხს გითხრა შეიძლება რომ გითხრა არა წარმატებითო და შემიძლია პასუხი რო გაქცე ხო შეიძლება 100,000-ობით ადამიანი რომელმაც ნაციონალურ მოძრაობის წევრებმა ღირსეულმა ადამიანებმა აი ხელები დაკოჟრილი რომ აქვს ნამუშევარი და ესეთი არის მაგალითად ანატოლი გიგაური დღესაც ციხეში რო ყავთ იმაში რა ქვია დამწყდეული მიწათ მოქმედებას რომ მიყვებოდა იმაში რა ქვია შიდა ქართში და დაიჭირა პოლიციამ და ტყუილა ასამართლა მე დაკოჟრილი რო აქვს ხოვრებაში რომ არაფერი არ დაურღვევია ესეთი ადამიანი არის ნაციონალი რომელმაც მათ შორის მერაბ დღეს ჯერ კიდევ რომ საუბრობ და ეს პრობლემები რაც დღეს გაქვთ თქვენ რო ოცნება გეძახით ნაციონალებს და რაღაცა შეცვალ გეძახია ხოლმე ჩვენს ანუ ყველას პალიტრასაც მოადნენ და ეგო ნაცები არიან დინარაძე წარმოიდგინე ვინმე რო გააკრიტიკებს რო ფიქრობენ ოცნება ხო ამას ზებირად ხო შეიძლება რომ გითხრა კი ერთ თუ დავასრულებ შენ ხო იცი რომ ყველაფერს იკვლევს კვლევებს ატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს და ამის მიხედვით აგებენ თავიანთ პროპაგანდას ამაში ჯობნია სხვათა ოპოზიციას რომ ყველაფერი აქვს დაალაგებული ესე კი და თქვენც გაჭმევენ კაცმა პროპაგანდას და იმიტომ ანუ იკვლევს და რო იკვლევს ველს და იქ იკვლევს რა მუშაობს ყველაზე მეტად მუშაობს ერთი ახალი თემა 12 წლის განმავლობაში რაც მოიფიქრა ნაცების გარდა და ამათ არის ომი 2022 წლის მერე ეს ომი რო არ დაწყებული უკრაინაში ერთადერთი თემა ქონდა რასაც ამუშავებს ნაცი ხარ და ეს თემა რო არ მუშაობდეს რო კვლევები რო არ აჩვენებს რომ მუშაობს მართლა ვერ მოდით გაჭმევენ ამას გაჭმევენ ხო იმიტომ რომ გაჭმევენ თქო კაცო მე მაჭოვენ მე მოგრალებ რომ ნაცი ხარო რადგან ხელისუფლებას ვაკრიტიკებ შენ ნაციონალური მოძრაობა რასაკეთებ იცი რომ ხედავე რომ ყველაზე მეტად რა მუშაობს მუშაობს რომ ნაცობას თუ დააბრალებს შეიძლება გითხრა და ეს რატომ მუშაობს 12 წლის თავზე მეთქი ამას იმიტომ რომ პროპაგანდა მუშაობს კაცო ვერ გავიგე რა იყო ნაციონალური მოძრაობა რო არა დღეს აქამდე მოხვიდოდი მართლა მაინტერესებს რა იქნება საერთოდ ყოფილიყო დახურული იქნებოდი რას მელაბა დახურული იქნებოდი საერთოდ დსთ-ში იქნებოდი უკვე იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მარტო წინააღმდეგი შენ რო ტარს უკრავდი ქართულ ოცნებას პირობითად ვიძახე აი ხა მერაბ რა ლაპარაკ როგორ არა აი ხალხზე ვიზეც ლაპარაკობ აქ მიზა აუცილებლად იმ ხალხზე კი ბატონო იმ ხალხზე 2012-ში კი არ მიმეცია ხმა ქართული შეიძლება გითხრა იმ ხალხზე არასოდეს ტაში არ დამო შეიძლება გითხრა იმ ხალხზე ვიზეთ ლაპარაკ ნაცებს სხვათა შორის არა იმიტომ დამაბრალე ხა რაღაცა ნაცებს სხვათა შორის ეგ ეშლება აი კაცო იმდენამე დამაბრალე აგე რაც ზიხარ ნაციონალი იძახი იმდენ რა ეშლებათ მე ამაყი ვარ რომელ პარტიაში ვარ რო იცი რა რაც ქართული ოცნების ხარდაჭერებს ეშლებათ რომ რაღაც ქართული ოცნებას ვაკრიტიკებ მოდიან და შენ ნაცი ხარ გონ იგივე საკეთებენ თქვენ ხარდაჭერებს რადგან ახსოვთ რომ მე მიშას ვაკრიტიკებდი გონიათ რომ მე ვიყავი ბიზნეს მომხრე კი არა ბიზნეს ემაიშვილი ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო 2012 წელს როდესაც პრესკონფერენციებიდან თიც მიქნებდა არ გახსოვს ეს ვაჟბატონია და რაღაცები ამიტომ მე 2012-ში კი არ მიმეცია აი პასუხი გიდა გაქცე ამიტომ მე ნუ დამაბრალდა აი მაგალითად არ ახარ არ უკრავდი ტარს კაი გავაგრძელოთ შენ რა ადამიანებს ლაპარაკობ
რომ ნაციონალურ მოძრაობას რო იძახიან, ეს მუშაობს, ხო იძახი? გინდა გითხრა როგორ ხო შეიძლება რომ გიპასუხო. როგორ ხალხზე მუშაობს, იცი? აი ეგ ხალხი, კაი, შენ თუ არ უკრავდი, აი ეგ ხალხი უკრავდა ტაშს ბიძინა ივანიშვილს, ერთ წუთი ხა დამასრულებინე. მაგ ხალხმა ტაში დაუკრა პოლიტპატიმრების სტატუსით რუსეთის აგენტები რო გამოუშვეს იმიდან საპატიმროებიდან ტაშს უკრავდნენ, მათ შორის ვახაგან ჩახალიანი. მათ შორის ესეთ ხალხს რო დაარქვეს, რომ ესენი არიან პოლიტპატიმრები. ამას ტაშს შკრილნიკოვი, აი ამ ხალხს რო უშვებდნენ, ეს ხალხი ტაშს უკრავდა. მეორე, ეს იცი როგორი ხალხია, აი ნაციონალები რო უტყდებათ ბჭყალებში, რომელმაც ხმა არ ამოიღო, როცა ბიძინა ივანიშვილმა საყდრისი ააფეთქა. გაისუსა, ხმა არ ამოიღო და კიდე ნაციონალებს იძახოთ. აი ეგეთი ხალხისთვის რა თქმა უნდა მუშაობს. კიდე როგორი ხალხისთვის მუშაობს, ცი? ბოტასი პარია, ფარცხალაძე, პროკურორი რო იყო, ხმა არც მაშინ ამოუღიათ და დღესაც როცა ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ეს არის რუსი აგენტი და ასე ვთქვათ, რუსეთის სახელმწიფო საქმეს აკეთებს, მარტო ეგენი არ ამბობენ, ფარცხალაძემაც თქვა, რომ რომანოვაო რაღაც გვარი გადაიკეთა, წოდება მიიღო. მაგაზეც რომ ზდუმან, აი ეგეთ ხალხზე მუშაობს, რომ მუშაობს თუ არა პროპაგანდა, მუშაობს. პრობლემაზე ხო არ გეუბნები, რომ აი არ იყო, მაგ ჩემი არგუმენტი რომ თუ პრობლემები იყო, ძმაო 14 წელია ხელისუფლებაში არის და მოეგვარებინათ, ვიღაცა დაეკავებინათ ასე შემდეგ. ეხა ბლა 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 ნაციონალურ მოძრაობას რატო ებრძვიან? იმიტომ რომ თავარი გამწევი ძალა რო არა ნაციონალური მოძრაობა. გეუბნები რო არა ნაციონალური მოძრაობა, არც 14-ში არ გაუ, არც 14-ში არავის ხმა არ ამოუღია, არც საყდრიზე არ ამოუღია ამ ხალხს ხმა, არც იმის რა ქვია მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე ხმა არ ამოუღია მოქოცოებს გეუბნები, ვიზეც ეს მუშაობს. მათ შორის აგე იმან რა ქვია გომელაურის მოადგილემ თქვა რომ რუსი გენერლები ჩამოყავდა ხაჭაპურის საჭმელათო გომელაურსო გოგაშვილმა თქვა რა თავარი ყველაზე დიდი კოცი ვინც იყო ხმა არ ამოუღიათ გესმის და ესეთ ხალხზე ესეთ ხალხზე მუშაობს რაც შეეხება შენ უმცირესობაში არიან და გეტყვი მარტო მათემატიკებს 2018 წელს მაგათ მარჩენები წააგეს და ნაციონალურ მოძრაობა რო იძახი რომ აი ნაციონალურ მოძრაობაზე ესე ხუთმა ნომერმა აიღო 800.000-ზე მეტი ხმა. ფაქტი ეგ არის ხა შენ გინდა აქედან მოატრიალე რომ ხალხი ესე და გინდა იქიდან მოატრიალე. სიმართლე ეგ არის და ეხა რაც მოხდა ძმაო, ეხა რაც მოხდა მაგას რუსული სპეცოპერაცია ქვია რა. რუსული და გადაწელი და გადღადღამილი და ძალიანაც რო გინოდეს ახლა მერაბ შენ პირობითად ვამბობ შენ და აი მაგალითად შენ არ გინდა ქართული ოცნების მომხრე ვარ და მინდა რომ თქვა რომ ეს ლეგიტიმური არჩევნებია. მარტო ოპოზიცია და ეს კი არა. მთელი სოფლი არავინ არ აღიარებს. ლეგიტიმური არჩევნებია. ხო, ვიცი. ლაპარაკობ მე სხვა რამის თქვა მინდა აქ ამ შემთხვევაში რომ ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის პოზიციონირებდა რომ მას ყავს ეს ერთგული ამორჩეველი და ანუ ამ ფონზე ერთი მხრივ როცა თქვენ იყავით საფრთხობელას როლში ყოველთვის ქართული ოცნებისთვის და ამაზე ასე ვთქვათ აგებდა თავის პროპაგანდას და დღემდე ამაზე აგებს ბევრს ჰქონდა იმის მოლოდინი რომ აი გავიდა დრო და რაღა დროს ნაცები არიან მაგრამ აღმოჩნდა რომ არ გავიდა ეს დრო არა აღმოჩნდა რომ გავიდა და გააყალბეს მე რა კიდე აი ოცნების პროპაგანდას მიყვები რუსულ ნარატივებს მიყვები ზუსტად აბარაზე ლაპარაკო რადგან ოცნება ამაზე აგებს პროპაგანდას ესე იგი ეს მუშაობს. სხვა შემთხვევაში არ ააგებდა. აი რა თავარი მოწინააღმდეგეა და იმიტომ აგებს. რა ვიცი, ბარსელონა რეალის ძო ბიჭო, მეტი უკეთესად როგორ აგიხსნა. ბარსელონა რეალის გულშემატკივრისთვის. ბარსელონა რეალის გულშემატკივროს. აი ბარსას ერთუთი, ბარსას ხო შეიძლება გითხრა. რა ვერ გაიგე მართლა ვერ მივხვდი. ბარსა რეალის გულშემატკივრისთვის. შეიძლება გითხრა? გითხრა? ხო შეიძლება რომ გითხრა. ბარსა რეალის გულშემატკივრისთვის. ბარსელონას გულშემატკივრისთვის თავარია რომ რეალი არის თავარი მოწინააღმდეგე. რასინგს და ოსასუნას არ აღიარებს. არც ოსიედაც არ აღიარებს და არც იმას ვიგოსელტას და ოსასუნას. ეგ არის ფაქტი და ეხა ქართული ოცნება რასაც აკეთებს, ოღონდ ქართული ოცნება კი არა, რუსული პარტია, რუსების დავალებით რასაც აკეთებენ. მათ მიერ ხელდასმით რასაც აკეთებენ, არის შემდეგი: ნაციონალური მოძრაობის დისკრედიტაცია და თუ ადამიანთა ჯგუფი ნაციონალურ მოძრაობას, ანუ ანტიეროვნული ძალა რო აშავებს მეორე პარტიას, ამ მნიშვნელობა აქვს, რა ქვია. ანუ ის პარტია ხო მისი მთავარი მოწინააღმდეგეა. შეთვლით თუ არა რომ ესენი არიან ანტიეროვნული ძალა. ეს ხალხი რომ ვინმეს აკრიტიკებს და ანუ პროპაგანდას რაღაცას თითქმის უკვე ხვდები, რომ ესე იგი ის ხალხია სწორი. როგორ შეიძლება მარგარეტა სიმონიანს, სალავიოს, პუტინს და ლავროვს დავემთხვე ან პირით საუბრისას, ან ტვინით ვერასდროს. იმიტომ რომ ჩემი ქვეყნის მტერია, ჩემი სახელმწიფოს მტერია. იგივეა, როცა ბიძინა და კობახიძე ლაპარაკობს, რომ ნაციონალი არის ცუდი, ჩემთვის გასაგებია რატო ლაპარაკობს. იმიტომ რომ თავარ მოწინააღმდეგე და ნაციონალური მოძრაობა მარტო პარტია არ არის, პირდაპირ გეუბნები რა. ნაციონალური მოძრაობა. კი, ნაციონალური მოძრაობა არის. აი ამაზე გამიხსენე. ამაზე ეგრეა და ამასთან მივიდეთ ახლა აუცილებლად, იმიტომ რომ ხო ამას ვამბობ რა, აქამდე ნაციონალურ მოძრაობას ერთი ის რაც ქონდა საამაყო ის იყო, რომ აი ეს ნაციონალური მოძრაობა არის იდეა, ის რომ თქვენ ამბობდით რომ ჩვენს გვდევ
გევნიან ამდენი წელი და ასე შემდეგ და მაინც ამდენი ამომრჩეველი შევინარჩუნეთ. ყოველ არჩევნებზე ჩვენ ვიყავით მთავარი ოპოზიციური ძალა და აი 2018-ში 800.000-მა მოგცა ხმაო ამბობთ და მაგრამ თუ საშუალოს გამოვიყვანთ, სადაც 600.000 ამომრჩეველი თქვენ აი 2020-ის არჩევნებზე დაახლოებით 600.000 ხმა აიღეთ თქვენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე რო ვამბობთ. ანუ სადღაც თქვენი ამომრჩეველი იყო 25-დან 27-28% ხან 30% და ანუ ყველა ამბობდა რომ ნუ ახლა თავარი ოპოზიციური ძალა არის ნაციონალური მოძრაობა, ამომრჩეველი ყავს და შემდეგ, მაგრამ ამ არჩევნებმა ამას არჩევნებს ეძახი? კარგი. მოიცე ხა ამ არჩევნების შედეგით რომ მოიცო რა არჩევნები შენ თქვენს გარდა უცნების გარდა ვინ ეძახს ამას არჩევნებს? პარამეს გეუბნები რა. ის ხმაკს გითხარი ეს არჩევნები რა არჩევნები რას ლაპარაკო ამას ითვლი? ვითვლი რა თქმა უნდა. ამ არჩევნებზე აღმოჩნდა რომ თქვენზე მეტი ხმა აიღო მელია გვარამია. ანუ შენ გჯერა? ანუ შენ აბა გიღიარები არჩევნების შედეგები. მელია გვარამია სასარგებლოდ გააყალბა ოცნება? რა შუაში რა გააყალბა ქვეყნის საწინააღმდეგო მრახლებიც აიღო ის ლეგიტიმურია მეთქი. ამას ხო არ გეუბნები. რა სიძახი ანუ რომ ეს რაც შედეგები რაც იყო ეს იყო ჩვენი შედეგი ხალხის ანუ ოპოზიციური პარტიების შედეგები ეს იყო? ანუ ეგ არის სწორი? ოპოზიციურმა პარტიამ რომ რა უბედურებაში ხდებით ეხლა რას ბიძინა აი ხა ამას რასაც ლაპარაკობ აი ამას რასაც საუბრობ ბიძინა ივანიშვილის ამოცანა რა იყო რომ დაქსაქსული ოპოზიცია ეს მე ძალიან კარგად მესმოდა და პრობლემა რაც იყო ის რომ ერთიანობა არ შედგა ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ამაზე ლაპარაკობდა ჩემთვის გასაგებია დაქსაქსული ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიცია არის საჩუქარი ჩამომპალი კორუმპირებული რეჟიმისთვის საჩუქარი რას მეკითხები არა თვლაზე მელაპარაკები და რას იტყვი რას რას იძახი ნაციონალურ მოძრაობას მარტივ მათემატიკას ვლაპარაკობთ. ქონდა სულ საშუალოდ 600.000 ხმა და გაიყო პირობითად გეუბნე აი ის ჩამოვიდა 200.000 არაფერზე არ ჩამოვიდა ქართული მოძრაობა მოიპარა რატო ავიღეთ რავი შენ თუ გჯერა კი ბატონო ხალხი აქამდე მეც მეგონა სხვათა შორის სულ დაწუნებული ვიყავი რომ აი მიშას ყავს იდეური ამომრჩეველი ესენი არის მიშისტები და 600.000 კაცი რაღაცა მიშის მაგრამ ამაზე ოცნება სულ იცინოდა და მაგალითად ამბობდა ასეთ რამეს რომ ესენი ესე 500.000 და 600.000 ხარდამჭერი რო ყავთო თუ მიშისტები არიან აგერ მიშა ჩამოვიდა დავიჭირეთ ციხეში ჩავსვითო 200 კაცი რატო ვერ გამოყავთ ქუჩაში ლოგიკებს ავითარებ რატო ვერ გამოყავთ ქუჩაშიო კითხულობდნენ სად არის ეს 600.000 და 500.000 კაციო ეს კითხვა ლეგიტიმური იყო ხა თუ ლეგიტიმურია შეგონია რომ რომელიმე პარტია 100.000 ხმას რო იღებს ის 100.000 ქუჩაში გამოვა 100.000 არ გამოვა მაგრამ 600.000 რო იღებ 50.000 ხო მაინც უნდა გამოვიდა 50.000 გამოსულა და 100.000 რო დაიჭირეს ერთხელ მოახერხეთ 14 რიცხვი იყო თუ აღარ მახსოვს ისიც რომ რეგიონებიდან ამ ხალხის ჩამოყვანით შეკრიბეთ მიშას ხარდასაჭერად აქცია. ანუ რისკ მართლა გიგვიხდი ის. არა, ეს ხალხი თურმე არ ყოფილა ლევან. არ არსებობდა თქვენ. ანუ მოდი ახლა რა ზევლაპარაკოთ. ამას სად არის ხალხი? მე რა წარმოიდგინეთ 600.000 კაცი უჭერს მიშას მხარს. ეს კაცი ჩამოვიდა ქვეყანაში, როგორც თქვენ ამბობთ, თავი გაწირა. ხო. თავი გაწირა, ამბობთ რომ ქვეყნისთვის თავი გადადო, ჩამოვიდა, დაიჭირეს და ამ 600.000 კაცი და 50.000 კაცი არ გამოდის ქუჩაში. შენ ლევან როდესაც ახლა იყავი თავმჯდომარეობაზე ეყრიდი კენჭ პარტიის. მახსოვს ამბობდი რომ მელია საკრიტიკებდი რომ ახლა ხალხი უნდა იყოს და ვივამეთში უნდა შევიდეს და მიშა გამოიყვანოს და მოხვედი შენ თავმჯდომარე მაგრამ შეხვდა დაახლოებით ასეთი არა ტყულსიზა არა ამოიღე ციტატა არა გელოდები გადაცემა ხო კიდე გავაგრძელო ტყულსიზა ასეთ რაღაცას ტყულსიზა რა რატო არ უნდა გამოიყვანო მიშა იქედან და ასე შემდგომ ტყულსიზა ხი არის ის ლაპარაკი უბედურებაა რასაც ლაპარაკი მართლა ურთველად აკრიტიკებდი სამწუხაროა არა აქტიურობაზე ვაკრიტიკებდი ტყულსიზა აკრიტიკებდი ამაზე რომ მიშა ვერ გამოიხსნა მოვყევი ხა? რომ მე ვთქვი რომ ვიმამეთში შევიდე და მე იცი რა ვთქვი? ფიზიკურადაც ბზად უნდა ვიყოთ მეთქი. ხო. ამასა და იმას შორის ეხა შენაც მოყევი და ჩამოვაყალიბე. სასწაულად ის ყობა. მართლა უბედურება. ყველაფერი გავაკეთოთ მიშას გამო. მწუხარ ის რაღაცა. ხო ვერ გააკეთეთ. მართლა. ანუ რისკმა გინდა ვერ გავიგე. რატო ვერ გამოიხსენე? ბიჭო 500.000 ხარდაჭერი რო ყავს, მე ამას გეკითხები რა. რატო 500 და 600? ანუ რატო არ ავიღეთ ისა მართლა მაგას კითხულობ? ლიდერი რატო ვერ გამოიხსენეთ? ამ კაცი რატო ვერ გამოიყვანეს 50 100.000 კაცი 50-ის გამოსულა და 100.000 თქო გეუნები და გაიხსენე. კი, ზუსტად. სააკაშვილის აქციებზე ფრი მიშას აქციაზე 100.000 ადამიანი გამოსულა რუსთაველზე და შეგიძლია ნახო. ხო მე ვამბობ ისე დღე თქვენ კიდე ერთი დღე და ერთი დღე ხო არაფერი არ იმუშავა ხალხი ჩამოიყვანეთ რეგიონიდან კი ბატონო მაგრამ ხალხი რომელიც იქ იდგებოდა ამას გააპროტესტებდა მინიმუმ 50.000 კაცი ამის იქნებოდა შენ ანუ ეხა პრობლემა რაღაც პროცესი შექმნა რატო ვერ შექმნით პრობლემას მართლა თქვენი ლიდერი ამბობთ რომ არის დატყვევებული
და პროცესი ვერ შექმნით. 600,000 კაციანა ხარდამჭერით მქონე პარტიამ და რატო თქვა ამას? ხტები სადან ყავს პრობლემა? ანუ შეგონია რომ ეხა ეს ჩვენი პრობლემაა, ნაციონალების პრობლემაა, ეს იმ ქალის არ იყოს ნაციონალების პრობლემაა, ესა მართლა ეგრე გიჯერა? აბა ვისი პრობლემაა? ნახე რა ლიდერი ციხეში ხავს. ქვეყანა უბედურ ქვეყანაში ცხოვრობ. კაცი ვერ გავა, ხალხი ვერ გავა. ამის მის ხარდასაჭერად. ქუჩაში გამოდის დებს იცახი მე რა მართლა წუხარ დედას გეცებ რა იცახი. მართლა გულწრფელად გეუნები რა. არალეგიტიმური მოიცა რუსული ხელისუფლება რო ყავს და 100,000 ადამიანი რო გამოდის, რატო ვერ გადააგდეთ ხელისუფლება? შეხო მონაწილეობ ამ აქციებში. რატო ვერ გადააგდეთ? ხო, რატო ვერ გადააგდეთ ხელისუფლება? არჩევნები გაგიყავთ. ხელისუფლება გადააგდეთ. რა გასაგებია, გეკითხე. მე სხვას გქონდა, ქუჩაში ვერ გამოგყავთ. შეხო გამოიყვანე ამდენი ხალხი, ჭყალებს შეხო გამოიყვანე. რატო არა, ხო იძახ. რატო ვერ გადააგდებ თავრობა? პასუხი მაინტერესებს რა. ბიჭო, თავრობა ვერ გადააგდეთ. რატო ვერ გადააგდეთ? რატო? იმიტომ რომ არსად არ შევარდნილა ეს ხალხი. მართლა, რას მელაპარაკები? რატო ვერ რას მეურები სხვა რა? ვიღა მეცთან მაგალითად ყოველ დღე თუნდაც 10,000 კაცი როგორ არ დგას 600,000 ხარდაჭერით უყავს ამ კაცს. ამას გეკითხები. მე ხო არ გამოდებ რომ გადააგდეს თავრობა მე. მარტივ რამეს გეტყვი. იცი როგორ რუსულ რაღაცას პროპაგანდირებ ახლა მართლა საბჭოხარო და გინდა გითხა რატო? მე მაინტერესებს 600,000 კაცი სად არის? პასუხი არ გინდა? პასუხი არ გინდა? 200,000-ზე როგორ ჩამოხდა? პასუხი არ გინდა? ანწუხელიძეს რო შეურაცხყოფა მიაყენა თია წულუკიანმა. შენი აზრით რამდენი ადამიანია ანწუხელიძის გულშემატკივარ საქართველოში? გისმენ ერთ წუთი მაინტერესებს. რამდენი ადამიანია? ჩემი აზრით მთელი საქართველო. რამდენი ათასი? მთელი საქართველო. რამდენი მილიონი? რამდენიც არის ყველა? 3-4 მილიონი. ალბათ რამდენიმე ტვინ გადაბრუნებული ქოცის გამო. აი 3 მილიონი. რატო არ დგას ეს ხალხი ქუჩაში? ანწუხელიძის გამო? ხო. ხო, გასაგებია. ხო, რა გასაგებს? სიგიჟეებს იძახი, ბიჭო. ამდენი მოხე რო ყავს ქუჩაში, რატო არ გამოდისო? არასწორია. ეხლა ანწუხელიძეს ეხლა და პარტია ხო არა აქვს, რომ დაორგანიზოს რაღაცა. მე გეკითხები, პარტია რომელიც ორგანიზება. რა თუნდა პარტია ანწუხელიძე არის საქართველოს. რას იძახი? მე რა ანუ ეს ხალხი შეხედე. სასწავლებლებს ლაპარაკობ. როდესაც მაგალითად იმან რა ქვია, ირაკლი კობახიძე 28 ნოემბერს გამოვიდა ის განცხადება გააკეთა, ყოველგვარი დაორგანიზების გარეშე გამოვიდა 100,000 ადამიანი. შენ ხო მითხარ მიშას გამოვიდა 100,000 კაცი. შედეგი რატო ხო გაწევა ხო თქვენ გამოვიდაო? ერთი დღე იყო, როდესაც თქვენ დიდი აქცია ჩაატარეთ, ამას დაჭირდა ორკვირიანი სამკვირიანი მობილიზება რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანა. ეს რა ხალხი ამაზე მე ვილაპარაკოთ, მაგრამ აქ როდესაც ეს არის ყველაზე საპატივცემულო ხალხი. არა, საპატივცემულო ამ ხალხს პატივი ეცით, ამ ხალხს ვილაპარაკობ. მაგრამ ხარამეს გელაპარაკებდნენ და ახსნი მაგრამ. ანუ არასწორ რაღაცებს ლაპარაკობ. მაგრამ მიმცეთ ხა. ანწუხელიძეს სრულიად 4 მილიონი. როგორ აბარე, ხა რაშვაშია ეგ. საერთოდ ანწუხელიძეს ჯვარი წერია რომ პოლიტიკოს შევადარო ანწუხელიძეს. საერთოდ სხვა განზომილებაა და ამ განზომილებაშიც კი 4 მილიონი გულშემატკივარი ყავს და რატო არ გამოდის ქუჩაში თქვა და ეკო სხვა ამბავია. გავიგე მე, ეგ არის შეიძლება ამ ხალხის პრობლემა, ვინც არ გამოდის ქუჩაში, მაგრამ ოდესაც კობახიძემ ის განცხადება გააკეთა, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე ხო გამოვიდა 100,000 ადამიანი ქუჩაში. გამოვიდა და თქვენი ლიდერი რომ დაიჭირეს, ორგანიზებითაც კი ვერ ახერხებთ, რომ ივამეთთან ყოფილიყო დიდი აქცია, რომ ამ ხელისუფლებას პრობლემა ექნებოდა და მიშას გაშვებას იფიქრებდა. მე იმას კი არ მომბობ, რომ მაგალითად თქვენ ივამეთში შევარდნით, ისეთი პრობლემა მაინც შეგექმნათ ხელისუფლებისთვის, რომ მიშას ტყვეობა მისთვის პრობლემა ყოფილიყო. მე მგონი პასუხები რო არ მოგწოს, ახლა აღარ მაცდი არაფერს. არა, გაცდი როგორ არა. რა ვიცი. ძალიან მარტივი რაღაცები კითხე და რატო კითხვა არის, რატო 600,000 ხარდაჭერით რატო არ ვერ გამოკლა ხალხი რომ მიშას ციხეში ყოფნა ამ ხელისუფლებისთვის იყოს პრობლემა. პასუხი არ გინდა. ეს არის კითხვა. პასუხი არ გინდა. ჩემი აზრით დღეს მთავარი პრობლემა არის ქვეყნის გარუსება. და ეს არის ჩემთვის მთავარი პრობლემა. ეხა შენ რასაც კითხულობ რაღაცა პროპაგანდის ერით. ჯერთ რამდენიმე ტყუილი თქვი, კიდე უნდა გავიმეორო, სადაც ამბობდი რომ თურმე მე ეს რაღაცები თქვი, ტყუილია. ამოიღე გენაცვალე და კობახიძის პირით პოსტივის პირით ნუ ლაპარაკობ რატო არ შემე არის არსეოს ეგ ციტატა არ მომყვანე მაგრამ ეგ არ არის ტყუილია რა პროპაგანდირებ რაღაცას არ არის სწორი ერთი მეორე გავარი ეს ხალხი სად არის პასუხი გინდა არ მასლი პასუხს და სულ მე შემიძლია ჩაგერთო ხოლმე მაგრამ მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს ასე ვსაუბრობთ რა მეორე მთავარი პრობლემა დღეს არის ქვეყნის გარუსება როცა შენ კითხვა დამისი მე იგივე შეგიტრიალე და გითხარი ანწუხელიძეზე ან თუნდაც 100,000-ობით ნუ მიშასთან დაკავშირებით ხო პარტიული ინტერესია რასაც შენ ამბობ ხო ესო პარტიას გაქვს ერთოდ პასუხი არ გინდა ძმა ვერ გავიგე მართლა დამასრულებინე რა თუ გიდა ჩემი აზრი რომ გაიგო
ხო ამბობ რომ ესო პარტიული ლიდერიაო ზეპარტიული აქცია ხო იყო და ცხადი ამას ესე უყურებ მე რომ ეს ზეპარტიულია რაც ქვეყანაში ვითარდება შენი აზრით ხო რატო არ გამოიღო ამას შედეგი მარტივი მიზეზი აქვს ამას მარტივი ახსნები აქვს რომლის გაგონება არ გინდა და იმის ნაცვლად რომ პროპაგანდას კი არ შეუწყო ხელი ამ მიმართულებით იმუშაო რა არის პრობლემა როცა 100,000 ადამიანი თუნდაც 50,000 ადამიანი გამოდის პოლიტიკური ლიდერის გათავისუფლების მოთხოვნით იქ დემოკრატიული სახელმწიფო ნორმალური ცივილიზებულ ქვეყანაში მინიმუმ დაფიქრდება რომ იქნებ რამეს არასწორად ვაკეთებ რა თქმა უნდა რუსული რეჟიმი რომელმაც ესე იგი ფარცხალაძის ხელით რუსეთის აგენტის ხელით შეთითხნა მიხეილ სააკაშვილის ბრალი ფარცხალაძის დაწერილია ეგ ბრალი და მერე ამერიკელების მიერ დასანქცირებულმა კორუმპირებულმა მურუსიძის სასამართლომ გამოუტარა განაჩენი ამას არისებს არ დაფიქრდება უკან არ დაიხევს იგივეს აკეთებს შეხვამობ რომ ეს პარტიული 600,000 კაცო საქართველოში 3-4 მილიონი ადამიანი 3 მილიონზე მეტი ადამიანი ხო ვართ კაი ჩვენ ვერ მოვახერხეთ 600,000 კაცის ორგანიზება კითხვა ხო შეგიტრიალე ჩვენ ქვეყანას არავინ რომ არასწორი ანალოგია შეიძლება ხელიძე შედარება მიშა აცუხელძეზე აღარ ვლაპარაკობ სხვა რამეს გეუბნები პოლიტიკური ლიდერი რომელსაც აქვს თავისი პარტია და შენ მეუბნები ხა აღარ მისმენ რა მიხვდი არ გინდა პასუხს რო გცემ მართლა არ გინდა მაშინ დამასულებინე რა ზეპარტიულ საქმეში თქო გეუბნები 100,000-ობით კაცი რო გამოვიდა თქო შედეგი რატო არ კარგი ხომ მოყვები იმაში თქო რომ 600,000 კაცი რო იძახი რომ პარტიული პრობლემაა მიშასიო პარტიული მე ქვეყნის ეროვნული პრობლემა მგონია როცა პუტინისტვის და სალავიოვისთვის მესიჯია რომ 2008 წლის ესე იგი მთავარსარდალს ასამართლებენ ქართველები ეს პუტინმა დაპირდა სხვათა შორის ჭკვიანი კაცი ხარ და ნახავ ამასაც რომ პუტინი ამას პირდებოდა და ასრულებს ეხლა და კმაყოფილები არიან გადართე რუსულ არხზე უბრალოდ შეხედე მათი პროპაგანდა რა არის და მიხვდები რომ ზუსტად იგივე ძალიან ბედნიერები არიან შენ უყურებ რომ ეს პარტიული საქმე მაგალითად თქო პარტიულმა ხალხმა ვერ მივაღწიეთ შედეგს ეროვნული საკითხი რო დადგა ქვეყნის გარუსების არჩევნების წარწმევის და რატო შედეგი რა შეიძლება რომ გითხრა ხო შეიძლება რატო არ მომთორებინებ კაცო რატო ღიზიანდები პასუხს რო გცემ ადეკვატურს მაშინ გეკითხები რატო არ დადგა შედეგი მე გიპასუხებ რატო არ დადგა შედეგი რატო არ დადგა მიშას შემთხვევაში ხო თქვი შენც რო კი ერთხელ ხო გამოიყვანეთო კაცო ეს ხალხიო კი გამოყოლეთ ეს ხალხი 150 დღეა და მეტი დგას უკვე გავიგე შეიძლება გითხრა და მიშას გამო ერთხელ მარშრუტებით ჩამოიყვანეს ეს ხალხი ერთი სულით ქონდა როდის წავიდა და წავიდნენ და იმის არც გამოჩენილა შეიძლება გითხრა არც გამოჩენილა ქუჩაში შეიძლება შეურაცხყოფას აკეთებ ახლა ეს ხალხი რამდენიმე ადამიანი დგას ქუჩაში დგას ნაციონალური მოძრაობის მომხრეების დიდი უმრავლესობა არის ქუჩაში და არის წინამორბედში ყოველდღიურად შეენჭირებენ ნუ გონია რომ მარტო შენ დგახარ იქ მარტო შენ რო დგახარ იქ ნუ გონია ამ აქციაზე არ დგანახავ მე და ჩვენც ვიდექი და როგორ ვიდექი ეს ხალხმა კიდე ნახა ამ აქციაზე კი არ ვამბობ მიშას გამო აღარ გინდა რომ გიპასუხო მე თუ არ გინდა და გადაცემაში არ გინდა ჩემი პასუხი მაშინ არ გიპასუხებ რა ვიცი არა რომ ეკითხები მე პასუხი არა ხო და არ პასუხებინებ არასდროს კაცო ამ შემთხვევაში რომ შენ უბრალოდ რა გინდა იცი შენ გინდა რომ ხა გინდა გითხრა გინდა პროპაგანდა გინდა პროპაგანდას აძლიერებ რაღაცა პარტიული თემისკენ მიყავს ეს საქმე და მე მგონია რომ ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს თქო 100,000 კაცი რო გამოვიდა მიშას თავისუფლებისთვის ხელისუფლებამ ხო არაფერი არ იმოქმედა აქ არჩევნები რო გააყალბეს 100,000 და კაი 200,000 უფრო მეტი გამოვიდა რა თქმა უნდა უფრო მეტი გამოვიდა ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ისევე შედეგი ხო არ დადგა და შენ მან პრობლემა რაში გაქვს იცი სად იკარგები რატო არ დადგა იცი შედეგი იმიტომ რომ რუსები არიან იმიტომ რომ ამათმა დემოკრატია არ იციან იმიტომ რომ ეს არ არის თავისუფალი ქვეყანა და ეს არის ოლიგარქიული რუსული რეჟიმი სადაც 100,000 კი არა 300,000 რო გამოვიდეთ მიშას მხარდასაჭერად ხო არანაირი შედეგი არ ექნება რატო იცი იმიტომ რომ ესე არ ექნება ანუ აქ სადამდე მივედით ხო შენ გეგონა რომ თქვენ გამოდით კაცო ხო აი შედეგი ექნება არ ექნება მეორე საკითხი არა ჩემი აზრით მე ხალხს დაენახეთ რომ ლიდერი რო არის რომ ამბობთ რომ თავარი ოპოზიციური ლიდერიაო ამ და 600,000 ხარდაჭერი ყავსო დაენახეთ რა რაღაცა ერთი თვიანი აქცია მაინც ყოფილიყო ერთი თვიანი აქცია არაფერს არ გიყურებია თელ საქართველოში მაგალითად 42 მუნიციპალიტეტში იყო მიშას თავისუფლებისთვის აქცია ეხა შენ იტყვი რომ იცია 50 კაცი წამო ეხა ხულოში და გამოიყვანე 50 კაცი თოვლში ფრი მიშას ბანერებით იყო ეს და ხალხი გამოდიოდა ამიტომ არ გინდა რა შენ რაღაცები არ გახსოვს რაღაცებს არასწორად ლაპარაკობ რაღაცები ტყუილები თქვი ეგ არის სამწუხარო რა რაც შეეხება თემის გადატანა გინდა რომ ვილაპარაკოთ იმაზე რა მიშაზე მიშაზე კი არა ბიჭო აწუხელიძეზე რა ილაპარაკა იმან აგერ იმან რა ქვია ამ წუნკლიანმა ქალმა მაგაზე უნდა ვლაპარაკოთ მაგას მაგრამ ეგ არ გაინტერესებს სხვა ინტერესებით ხარ გინდა რომ ნაციონალური მოძრაობის ვამაყობ ამ პარტიის წევრი რო ვარ ხო შესაბამისად ამიტომ გელაპარაკებ ნაციონალური ვარ და მათ შორის ამ ქვეყნისთვის მათ შორის ჯანმრთელობაც უსაფრთხოებაც ყველაფერი დამიდია რო იცოდე არჩევნების თემა რატო დავიწყე იცი არ მიმოყვანე ბოლომდე ყავდათ 600,000 ხარდამჭერი ამ 600,000 ხარდაჭერიდან 200,000 კაცი
როგორ წაგვარად მელიამ და გვარამია. ანუ შენ ახლა ნახე ეს მაინტერესებს 200,000 ამორჩეველი, როგორ წაგვარად. კიდე იქ მიდიხარ, ჯერ ამ პროცესის მათემატიკის დაგინდა, რომ მიშას და გვარამიას ერთნაირი ხარდაჭერა აქვს ამ ქვეყანაში? იმანა და კი არა, უფრო მეტი ხმა აიღო თქო. მოთავისუფალი არჩევნები. როგორ წააგო? მოთავისუფალი არჩევნები. როგორ წაგვარა? არ გინდა, ამას არ გინდა პასუხი და კიდევ ვკითხარი, აბა როგორ წაგვარა? არ ვიცი მე კიდე კაი ჰედლაინია, როგორ წაგვარა? მე კიდევ ვკითხე. თქვენი ახსნა მაინტერესებს, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის ლიდერი თქვენი პარტიის, რომელიც თქვენ ამბობთ, რომ აი რაღაცა ახალი სახელმწიფო შემქმნელი და ასე შემდეგ, ამ კაცს გვარამიამ და მელიამ 200,000 ამორჩეველი როგორ წაგვარა კიდე რამდენჯერ ბიჭო მიფასუხე და ხო ჩაწერილია არ პასუხი არ გინდა მივხვდი როგორც კი დავიწყებ ეხლა მეტყვი როგორ წაგვარა არ გეტყვი არა მიფასუხე დამასრულებინე და აღარ მეტყვი როგორ წამგვარა მაშინ გიპასუხებ მერაბ მოდი მიხეილ სააკაშვილს მიეცა შესაძლებლობა ამორჩეველთან შეხვედრის საარჩევნო კამპანიის ჩატარების ნორმალურ ცივილურ გარემოში და მოდი მე დავითვალოთ ხმები ეხლა შენ რას ითვლი იცი ბიძინა ივანიშვილს რომ ესე იგი ტყვეთა იყვანა მიშა სააკაშვილი გამოკეტა მე მითუეთ ვიღაცა ტყვედ რო აყავთ ხოლმე იმის მიმართ პირიქით ჩდება უფრო თანაგრძნობა ჩდება უფრო მეტი მხარდაჭერა ხშირად არსებობს ასე რომ ვიღაცას რო დაიჭერს რეჟიმი მისი რეიტინგი იმატებს ხოლმე შენი სოციოლოგი ხო ესე არის შენი სოციოლოგი ხო არის არ გინახავს ასე რომ რეჟიმი ვიღაცას რო დაიჭერს იმას მე რეიტინგი ემატება ამის გამო იმიტომ რომ ვიღაცას თანაგრძნობა უჩდება ვიღაცები რწმუნდება რომ მართლა მებრძოლი ყოფილა რეჟიმთან ანუ ეგ არ არის აქ თავარი პრობლემა გინდა გიპასუხოთ თუ მასწი მანდაც 2021 წელს როცა მიშა სააკაშვილი ჩამოვიდა თვითმმართველობის არჩევნები იყო მაშინ და დაიჭირეს და გამოაცხადეს რომ დაიჭირეს სხვათა შორის იმ 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობამ ყველა დიდი ქალაქი მოიგო. ამის შემდეგ 2-3 წელი ხო ესე იგი 2021-ში ჩამოვიდა მიშა 2-3 წელია გასული ჩემო ძმაო და ამასობაში რა ტერორზია გადასული ბიძინა ივანიშვილი ხედავ ხო და ჩვენი მომხრეების დიდი ნაწილი საწავიდა კიდე გაინტერესებს ნაწილი და ძალიან დიდი რაოდენობა წავიდა ემიგრაციაში. მეორე რასაც შენ ამბობ რომ ვიღაცამ ხმა წაიღო მისა თუ არა ვიღაცამ გვარამია მელიას ხო როგორ არ მიცა კაცო მიცა რა არის ამას სადაო რაზე დაო რაზე ჩხუბობ აი რატო გინდა შენ რა გინდა აინტერესებს რის როგორ გვარამიამ თქვენზე მეტი ხმის აღება რომელიმე წინა არა ტყუილია ეხა რასაც ლაპარაკობ ტყუილია თქვენ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მათემატიკა და ცესკოთი თვლიდა არ არის ეგ სწორი თქო ხო შეიძლება რომ უბრალოდ დამასრულებინე პოზიციას არ მასრულებინე გინდა რომ გვარამია მელიას რო ახსენებ გონია რომ ამაზე ვიჩხუბებ და რატო უნდა ვიჩხუბო და გონია რომ ამით რაღაცა აბა მაშინ დამასრულებ და გვასუხობ მიხვდი ჯერ ერთი ნუ მოძრაობ თქო ბიძინა ივანიშვილის მათემატიკით ეგ არავის არ ჯერა ყველამ გადაუსვა ამარჯვენო ხაზს ერთი მერე მეორე რასაც ამბობ რომ მაგალითად რაღაცა ვიღაცა 10 და 8 ვიღაცა 11 და 2 წაიღო თუ არა რაღაცა ხმები პირობითად ხო წაიღო რატო იმიტომ რომ შეიძლება ესა რა ქვია ნიკა გვარამია უფრო წინა ხელისუფლების დროს თანამდებობაზე მიშას მეგობარი მიშას ხო არ უარყოფს რომ ამას რაღაცა ურთიერთობა ქონდა ამიტომ არჩევნების დროს მოხდა თუ არა ადამიანები გაურკვევლობაში მოხდნენ თუ არა და რაღაცა ხმები გაანაწილეს თუ არა კი მოხდა მე რა იყო რა ამაში არ ნორმალური რატო რა გონია და მეორე კიდე გეუბნები თუ გინდა ნორმალური პასუხი თუ გინდა კაცო და მსჯელობა გეუბნები მაშინ თქო ნახე მაშინ თქო მიშა სააკაშვილი იყოს თავისუფალი მოდი ნორმალური არჩევნებს მივახციოთ ამ ქვეყანაში და მე დავთვალოთ შედეგები რა პრობლემაა მართლა მაინტერესებს რა პრობლემაა 200,000 ხმა რა იყო გვარამიამ და მელიამ ოცნება ხო არ მოუმატებდა მათ ახლა ხო ჩემი აზრით მეტიც აიღეს იმათმა ისევე როგორც შეიძლება დარწმუნებული ვარ ანუ ამდენი ხმა რო აიღეს ეს ხმები ხო ძირითადად თქვენგან წაიღეს ესე გამოჩნდა თქვენ წაგვარეს. ანუ საბოლოო ჯამში ამას რა დასკვისკენ მივყავართ, იცი რომ ის ამორჩეველი რომელიც გვეგონა რითი ანუ მელია და გვარამი ნაციონალი არ არის? არ არის. აბა საწავიდა ეს ხმები ისე მანდარი. არა. აი რაღაცა ლოგიკებს ავითარებ ისეთი. არ წასულა ეს ხმები, ან ერთ პარტიაში ან მეორე პროდასავლურ ველზია რა. მიშას ხო აღარ არის ეს ხმები და ანუ შეხედავთ მიშას დაკრინებას თელი ან თავარი არის ეს რომ მიშა პატიმარი კაცის დაკრინებას თილობ რომელიც ფარცხა თქვენი პარტია რომელსაც გვეგონა ამდე და მეც მეგონა ასე რომ ეს იყო იდეოლოგიური ამორჩეველი რითიც დავიწყე საუბარი რომ მიშა იყო მათი იდეა და მიშას ამორჩეველი იყო აღმოჩნდა რომ არანაირი იდეა მათთვის არ არსებობს ქუჩაში არ გამოდიან მიშას ხარდასაჭერად და ვიღაცა ფულს რო არა მაგრამ შენ გადიხარ ქუჩაში და არა და მიშას მომხრეები არ გადიან რა ტყუილებს იძახი და ამდენი ადამიანი არ გამოდის ნაციონალური მოძრაობის მომხრეები გამოდიან კაცო თუ შეიძლება დამამთავრებელი მე აღმოჩნდა არჩევნებზე ამ
200,000 კაციდან 200,000 კაცი ისე წაიყვანა გვარამიამ და მელიამ, იმიტომ რომ კოორდინატორებს, თქვენს კოორდინატორებს და აქტივისტებს ხელფასი გადაუხადეს შეიძლება უფრო მეტი და ამ ხელფასს გაყვა ეს ხალხი, ანუ მიშას იდეოლოგიური მხარდაჭერი იყო არ ყოფილა. უბრალოდ გვარამიას და მელიას ფული რო ქონდა და ხელფასი გადაუხადა თქვენს აქტივისტებს, მიშა დაიკიდეს ფეხებზე და წავიდნენ სხვა პარტიაში. აი ეს აღმოჩნდა თქვენი იდეოლოგიური ამორჩეველი. ამაზე ვაპარაკობ. რამხელა დრამატურგია. ანუ არ გყოლიათ ეს იდეური ამორჩეველი. შეიძლება გიბას ხო? არ გყოლიათ. და ეს 200,000 ამათ ხო წაიყვანეს და მესამე 200,000 სად არის საერთოდ? 600,000-დან 200,000 თქვენ აიღეთ, 200,000 გვარამიამ წაიღო და 200,000 საერთოდ აორთქლდა. ბიზნესა წაიღო, ფაფუ. როგორ? არ გიდე რო გაიგო, ჩიტმა წაიღო. როგორ წაიღო? მე რა კაცი ხარ? როგორ ვითხარი? როგორ? ეს იდეური ამორჩეველი როგორ წაიყვანა? მე რა ბიზნესა. ანუ წარმოიდგინეთ მიშას იდეური ამორჩეველიდან 200,000 კაცი გვარამიამ წაიყვანა ფუკასავით აგაცალათ და დანარჩენ 200,000 ფუკასავით აგაცალათ ბიზნესა. და რანაირად? როგორ მოხდა ეს? ჯერთი რო ბიზნეს მათემატიკით მოძრაობ, კიდე გეუბნები, რა ცუდია. მარტო შენ და ბიზნესა აღიღერებთ ამ შედეგს, მართლა. არა, არ აღიარებ. შენ და ბიზნესა ვერ გაიგეთ რა მოხდა კაცო ის 200,000 ხმა საიდან დავიმატე? მაქედან დაიმატა მართალი ხარ. აი ხა რო იძახე. ამორჩეველი წაიყვანა ბიზნესა. ხო, დაშინებით, იმით, ამით, გადაწერით, გადმოწერით რა იყო? რა არის? შენ გონია რომ ამ ქვეყანას თავს არ აშინებენ. ესეთი ამორჩეველი ყავთ, თქვენ რომ 200,000 კაცი შეშინდა, 200,000 კაცი შეშინდა. რა იყო ადამიანს შიაში რა იყო? კი ადამიანს აშინებენ, პირადობებს ართმევენ. რა იყო მე რა ბანუ შენ ახლა იმის თქმა კი ადამიანებს უკიდურესად უჭირთ მათ შორის რეგიონებში განსაკუთრებით. არა მე გეთახმები რომ ვიღაცას უეწერდ 200,000 იყო მათი რაოდენობა. მე რა ბაშინებენ, შვილები ყავთ, ბავშვები ყავთ და აშინებენ კი ზოგ ჩადები, ზოგ დაჭე. მე რა ბრაფა წავიდნენ და შეიძლება გეთქვა. ოცნებას მისცეს. არ შეიძლება რომ გიპასუხო. ნახე არასდროს არ ჩერდები, პასუხი არ გინა. მე რა ბრაფავა პოლიციელი რომ დაიჭირეს იარაღი რომ ჩაუდეს. იცი ეგ ისტორია. იცი ეგ ისტორია. ეს კაცი ციხეში დღემდე. შენი აზრით ხობში ადამიანები რომ უყურებენ რომ მის გარშემო მეზობელი უბრალოდ იმიტომ რომ ოცნების წინააღმდეგ წავიდა პოლიციელ კაცს იარაღი ჩაუდეს, სახში შეუვარდნენ და დაიჭირეს. ხობში მე იქ შენი აზრით ადამიანების დაშინება იოლია თუ ძნელი? როგორია ამ დროს, როცა შვილი ყავს, ბიჭი ყავს, ნარკოტიკი არ ჩაუდონ, იარაღი არ ჩაუდონ. 200,000 კაცი როგორ შეაშინა? რა პირადობა არ შეაშინეს თქო, კი არა, მაგრამ 200,000 როგორ შეაშინა? 200,000 და მეტიც. კი არ შეაშინა, ზოგს პირადობა წაართო. შენ არ გამოდიხარ, მართლა სულაც არ გამიგო. საბურთალოდან და ვაკიდან არ გადიხარ. სამსახური იქ გაქა. საბურთალოს და ვაკეზე მოძრაობ ძირითადად და ვერ წარმოგიდგენია. ზუგდიდში, ხობში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში როგორ არა ის ელაპარო როგორ შეაშენესო კითხულობ მოდი მასე დავსვათ ადამიანებს არ შანტაჟებენ გვარამიას ხარ შეუშინებია თქვენ ამოშეველი გვარამიამ ფული წაიყვანა აი მარტივ რამეს გეტყვი რა შეიძლება იქნებ ბიზნესმაც ფული წაიყვანა ისინი როგორც გვარამიამ წაიყვანა და არა შეშინებით არა ჩემი აზრით ამას გამორიცხავ არა კი ტერორით დაშანტაჟებით და პირადობების აკრეფით ამის ფაქტებიც ქონდა და ზუგდიდში იმან აქვე ანა წეთლიძემ რამდენჯერმე კონკრეტული ფაქტების შესახებ მოყვა რომელიც რომ ფაქტები იყო მაგრამ რაღა მეტი 200,000 ამორჩეველი რო ტოვებს გვარამიამ ხო არ დაშიაშინა გვარამიამ ხო ფული წაიყვანა ხელფასი გადაუხადა აქტივისტებს და წაიყვანა იქნებ ბიზნესმაც ფული წაიყვანა 63 რეგიონში მუნიციპალიტეტია იცი ხსმენი ამის შესახებ თვითონ მუნიციპალიტეტში შენ მათემატიკა ხო გიყვარს და ახლა რაღაცებს ამბობ რომ ვერ ყვევიო 63 მუნიციპალიტეტში თვითონ მუნიციპალიტეტში პირობითად ვამბობ თვითონ მუნიციპალიტეტი არის რამდენი ამორჩეველი ხო საშუალოდ რო აიღო აი მაგალითად ქუთაისი რო ავიღოთ ერთ მუნიციპალიტეტად ან მოდი უფრო პატარა მაგათ დოზურგეთი არის 62,000-იანი მუნიციპალიტეტი აი 62,000 ადამიანია ასე თქვა ჩაწერილი აი 62,000 ადამიანი და შენი აზრით შეიძლებოდა თუ არა რო გავიდეთ იმ მასშტაბში შეიძლება იმიტომ რომ მართლა როგორ მიგახვედრო ვერ მივხვდი და მაგიტო რო გავიდეთ ეხლა 62,000 ადამიანი და შეეძლო თუ არა ოზურგეთში მაგალითად 2,000 ან 3,000 პირადობის აკრეფა ქართულ ოცნებას. როგორ ფიქრობ? შეძლებდა თუ არა ამას? ან მაგალითად ზუგდიდში შეძლებდა თუ არა დაახლოებით 1000-1500 პირადობის აღებას. როგორ ფიქრობ? ეს მათემატიკურად შესაძლებელია თუ არა? მე კითხავ საარჩევნო უბნების მიხედვით, კი, თავისუფლად შესაძლებელია. 1500 კაციან საარჩევნო უბანზე, 2000 კაციან საარჩევნო უბანზე უმარტივესია 200 ადამიანის დაიდენტიფიცირება და მერე პირადობის ჩამორთმევა. უმარტივესია, როცა მთელი რესურსები არის ჩართული ამაში. რაც შეეხება კიდე მივდივარ გვარამია მელიაზე, რომელზეც გინდა რომ თქვა რომ ვიღაცამ სადმე წაიყვანა. თუ ხელისუფლება პირობითად დაწერდა იმ შედეგს, რაც რეალობაში ადამიანების ნება იყო, მე დარწმუნებული ვარ, ნაციონალურ მოძრაობასაც, ახალსაც, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ბევრად უკეთესი შედეგი ექნებოდა და მეორე, იქნებოდა კოალიციური მთავრობა, რაზეც მე მგონი რომ საზოგადოება თანხდება.
რაც შეეხება მეორეს, როცა ამბობ ვინმე ხმა წაიღო, ფულით მოისხი და ასე შემდეგ, ადამიანებს ოცნება, ატერორებს, აშინებს, იჭერს და აგერ ხობის მაგალითი მოგიყევით, თუნდაც ერთი. ზუგდიდში საერთოდ 2018 წელს ია კერზაია შეეწირა კაცო. არჩევნების გამო ის იმდენად ტერორის ქვეშ იყო ადამიანი. ამიტომ ესეთი რაღაცები ხდება რეგიონებში. აშინებენ, კლავენ არჩევნების გამო, სემენ არჩევნების გამო. აი, რა ვიცი, სამგორში მაგალითად მე რომ მაჟორიტარი ვიყავი, აფრიკაში ერთი კარგი ბიჭი მყავდა, სახიზულები დაუმტვრიეს და დღემდე გამოუძიებელია ეს საქმე. ანუ არის ეს თემები ყველგან. რაც შეეხება იმას, რა ქვია, გვარამია მელიამ წაიღო თუ ამან წაიღო თუ იმან წაიღო, კიდევ ამბობ. მიხეილ სააკაშვილი რო იყოს თავისუფლებაზე და იყოს ნორმალური არჩევნები, მე დავთვლედით, მე რავდა, შენც კმაყოფილი დარჩებოდი, გაიგებდი მიშას პირობითად 200.000 ხმას აიღებდა მიშას პარტია 150 თუ 600 თუ 800.000. გაიგებდი ამას და მე აღარ ვიკამათებდი ჩეთს, იმით რა ქვია, იმის კალკულატორით აღარ მოხვიდოდი კაცო, ბიძინა ივანიშვილის და წულუკიანის და კალანდარიშვილის გამოქვეყნებული სიებით არ მოხვიდოდი მართლა. მე ასე მგონია. აქ ბიძინა ივანიშვილის და გვარამიას და მელიას ხმას არ მიუმატებდა, ხო? ჩვენ არ წაგვართმევდა? გამორევსო, ხო, კი, მაგას ვაპარაკობ, რომ აღმოჩნდა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ბეღელი ახლა ივანიშვილის. აიღო და 200.000 ხმა, როგორც მომუნდა წაიღო. აი მაგალითად ეხლა წაიღო, კიდე გეუნე პირადად შევშავდათ, ხო, რა ვიცი. მაგალითად პარლამენტში, როცა დააკლდა ხმები და მოსამართლეებს ვერ ირჩევდა, ადგა და 4 ხმა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან წაიღო. ანუ ყველგან თქვენგან წაიღო რაღაცები. ეს როგორ ხდება? ეს ხალხი ჩვენ სხვადასხვა გავრიცხეთ მაშინ. გავრიცხეთ, თქვენი პასუხისმგებლობა არ არის, რომ თქვენ შეიყვანეთ ეს ხალხი, რომელიც მე ანუ წარმოიდგინეთ რა სულაც ვიღებთ, რომ პარლამენტში დააკლდება ხმები ნაციონალური მოძრაობისგან წაიღებს ბიძინა, არჩევნებზე დააკლდება ნაციონალურ მოძრაობას წაართმევს 200.000 ხმას, ანუ მარტო საფრთხობელა კი არა, გამოდის რომ ბეღელი ხართ მათთვის. შეიძლება გიპასუხო. ხო. არც ერთი ფრაქციის წევრი, რომელზეც ლაპარაკობ, რომ მოსამართლეებს ხმა, მისცა ნაციონალური მოძრაობის წევრი არ ყოფილა. მე ვიცი, მაგრამ თქვენი ფრაქციით შევიდა. პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ ფრაქციაში იყო. სიაში თქვენ სიაში. შეიძლება გითხრა. როგორ აღმოჩნდა ეს ხალხი თქვენ სიაში? შეიძლება გითხრა. ასეთი ხალხი. შეიძლება გითხრა. როგორ აღმოჩნდა? შეიძლება გიპასუხო. ანუ ჯერ მაყურებელს უთხარით სიმართლე, როცა ლაპარაკობ ფრაქციის წევრი იყო და ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი არც ერთი. ყველას თავისი პარტია ჰქონდა. მანდ. მათ შორის ერთი გარდაცვლილია. ერთი გარდაცვლილია. და ის დანარჩენი სხვა პარტიას წარმოადგენდნენ. რატომ ჩავსვით? იმიტომ რომ კოალიციურად ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას საერთოდ ახლაც კოალიციაში ვიყავით. და ყოველთვის მივდივართ ხოლმე დათბობაზე მათ შორის იმ ადამიანებთან, ვინც გვინდა რომ რაღაცნაირად ასე ვთქვათ არჩევანი გაუმარტივდეს. იგივე შედასაც ამბობდი, ხო? აი ნაციონალები ესე, ხო, აი ვიღაცა რო ანტინაციონალი იყო პირობითად მომ, ხო? ჩვენთან კოალიციაში ჩვენ ვეძახოდით ამ ადამიანებს, რომ აი შეეძლება აქვს, მოდით ერთად ვიყოთ, საქმე გავაკეთოთ. როცა ნაციონალური მოძრაობის წევრი არის, იმაზე მე პასუხი რა უნდა ვაგო, სხვა პარტიის წევრია, კაცო. შენ შეყვანილი რო არის პარლამენტში და ის ოცნებას მისცემს, ხო, პასუხი შენ არ აგე? მე არა, ჯერ ერთი. პასუხისმგებლობა არ გეკისრება? კაცო, ჩემი პარტიის წევრი არ ყოფილა, მეტი რანაირად გითხრა და მე მე რო ვიღაცა შევიყვანო ჩემი სიით პარლამენტში და იმან ოცნებას მისცემს, ხო, მე არა ვარ პასუხისმგებელი. შეიძლება გითხრა კიდე. არა, ნაციონალური მოძრაობიდან თუ ვინმე ამას გააკეთებდა, მე მართლა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვიგრძნობდი. ფრაქციაში რა შეეხება? ის სია მაშინ გრიგოლი იყო ის რა ქვია ვაშაძე პარტიის თავმჯდომარე, მან მიიღო ეს გაწოლება და ეს კაცი საერთოდ არ არის პოლიტიკაში დღეს. რა ვიცი ხა. მეტი რა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, ხო? ადამიანებმა. როცა ნახა გრიგოლმა რაღაცა პრობლემა იყო, აიღო პასუხისმგებლობა, საერთოდ ჩამოშორდა პრობლემას, რა ქვია პოლიტიკურ ცხოვრებას. რაზე? აი რა ვერ მივხვდი რა არის აქ პრობლემა. არა, პრობლემა ეს არის, რომ ნაციონალური მოძრაობა საბოლოო ჯამში ქართული ოცნებისთვის ასრულებს აი თავარ დასახდენის როლს. უნდა საფრთხობელად გამოიყენებს, უნდა ხმებს აიღებს პარლამენტში, უნდა არჩევნებზე ხმებს წაართმევს და აი ეს შედეგი მიიღებს. რატო არ მელაპარაკებ? ნახე, კიდევ ამ ფრა სამწუხაროდ არის რომ მუდმივად ცდილობ. ეხლა მთელი გადაცემის განმავლობაში ცდილობ რომ ნეგატიურად ნაციონალურ მოძრაობაზე ილაპარაკო ნეგატიურად. ერთი რამე რატო არ მკითხე? აფროს განმავლობაში ეხლა ოცნება რომ ყავდეს. სტუმრად სამწუხაროდ აღარ მოდიან ჩემს გადაცემაში. ოცნებაზე ვილაპარაკებდი სულ ნეგატიურად. კაი, ეხლა ნახე, მაშინ ერთ რამეს შეგეკითხები ნაციონალურ მოძრაობაზე ეხლა ამდენ ნეგატივი რომ ამოთქვი ხო და მაქსიმალურად ვცდილობ რომ გიპასუხო და პასუხები გაგცე. რატო არ ყვები იმას რომ მაგალითად აი ნაციონალურ მოძრაობა შეაძლოებაო. პარლამენტში 2020 წელს იყო თუ არა ნაციონალური მოძრაობა პირველი, ვინც განცხადებებზე პირველი, მაგათ ჩემი ხელმოწერაც არის, რომ უარი ვთქვით საპარლამენტო იმაზე და მე ნუ ოცნება მას შეაჩერა და შარლ მიშელის შეთანხმება და შემდეგ. რატო არ უყვები საზოგადოებას მაგალითად, რომ აი ნაციონალური მოძრაობა ჩვენ ხო ესე მტარვალები რო ვარ და პარლამენტი და ამბავი რო იძახი. 14,000 ლარი ხელფასზე დღეს ამდენი იტყვის უარს.
მართლა მაინტერესებს, აი რამდენი ადამიანმა ყველა შეიძლება ოპოზიციამ ხო დაწერა. რატო გახარემ ხო არ დაწერა? ხო და რატო არ ეუბნებით ოპოზიციაზე მუდმივად ნეგატიურ კონტექსტში რომ საუბრობთ? მოდი აბა, ნაციონალურ მოძრაობას საუბრობ? ნაციონალურ მოძრაობამაც ყველამ თქვა უარი, მათ შორის ჩვენი წევრები რომ არ იყვნენ და ჩვენ სიაში არ მოგეწონა უკვე. ეს მოგეწონაზე რატო დროს გადავაჭარბე ძალიან. ეხა გადავაჭარბე, როცა 45 წუთია გადაწყვეტილი ისე ზელაპარაკე ხარს, რატო იცი? მე გინდა გითხრა რატო? თქვენ პირობითად რა ხასაც გაყვები ხა იმდენი რაღაცა თქვი ჩემთვის მიუღებელი. ეს ნორმალურია კაცო. თქვი და გიპასუხე. იმდენი რამე თქვი მიუღებელი ხო და იმდენი ჯერ შეიძლება რომ გაიბლაროს ადამიანის ყურადღება და ბევრი რამე ისე სხვანაირად დაანახო რა. მოდი მოუყევი ადამიანებს, როგორი კეთილსინდისიერები არიან ამ მიმართულებით ოპოზიციონერი. რატო არ უყევით? თუ ტეხავს 14000 ლარზე ერთ წუთს 14000 ლარ ხელფასზე რამდენი ადამიანი იტყვის დღეს უარს. და მე სხვათა შორის მიუხედავად ვინისა, ვინ რომელი პარტიის წევრია, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველა ადამიანს, რომელმაც არ გაცვალა ქვეყნის ინტერესები 14000 ლარია ხელფასზე. რომ ქოცი 14000 ლარზე გია 14 ლარის გამო იმისთანა კომენტარებს წერენ და ისე ტროლაობენ და ისე სისულელებს აკეთებენ, არ ვიცი მე ხა. იმ ხელფასის გამო რუსულ კანონსაც ხელი აუწიეს რა. ამ მიმართულებით ესეც შეიძლება რომ ადამიანებს უთხრა მარტო ნეგატიურად კი არა. უთხრა რომ ოპოზიციაში არის ხალხი, რომელსაც ღირებულებები აქვს, მოო. მე კიდე გეუბნები, ბევრი შეიძლება არ მომწონდეს იგივე ლელოს პარტიაში, იგივე შეიძლება ახლებში არ მომწონდეს, მაგრამ ეს ხალხი ძალიან კეთილსინდისიერად მოიქცა. ხანდახან ესეც ვესაუბროთ ადამიანებს, კაცო. ის რომ ნაციონალები დავამთავროთ გადაცემა. სამწუხაროდ მე ხა ბევრი კითხვა მქონდა კიდე სალომე ზურაბიშვილზე და ასე შემდეგ, მაგრამ ვეღარ ვასწრებ. იმდენი მეჭუბე ამოჭერი ისინი და სალომეზე ვილაპარაკოთ ახლა რა. არა, არაფერს არ ვჭრი ამ გადაცემიდან, მოკლედ მადლობა. მადლობა შენ კაცო.